კახეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. მუნიციპალიტეტში საერთო კრებები თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად რეგიონისთვის 4.454.000 ლარი გამოიყო. ამას დაემატება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ფინანსური რესურსი თანამონაწილეობის სახით. დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრა, ხვდებით 3 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით 318 სოფლის მოსახლეობას. აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით და კახეთის რეგიონში გამოყოფილია 4 მილიონ ლარზე მეტი. აღნიშნული პროგრამა ემსახურება უშუალოდ მოსახლეობისგან მოვისმინოთ ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც აწუხებთ მათ შემდგომი მოგვარების მიზნით. სიღნაღის მუნიციპალიტეტში დავიწყეთ სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და კრებები ტარდება. დღეს ვიყოფებით ნუკრიანში. სულ ჩვენს მუნიციპალიტეტში 20 დასახლებულ პუნქტში შედგება ასეთი შეხვედრა და ასეთი კრება. დღეს ამ კრებაზე მოსახლეობასთან ერთად გამოიკვეთა 3 პროექტი. რა თქმა უნდა, ჩვენ მას გავითვალისწინებთ. ეს არის სოფელ ნუკრიანში კალოების სასაფლაოს შემოღობა, შემდეგი არის მეორე სასაფლაოს, ამ სოფელს 2 სასაფლაო აქვს, მეორე სასაფლაოს შემოღობა და კალოების სკოლის სასკვერის შენებლობა. ამ შეხვედრას ძალიან ველოდი და წლების განმავლობაში ვაკმენდი სოფლის საჭიროებო საკითხებს. ამ პროექტს განახორციელებენ ამ წელში აუცილებლად და ძალიან სასიხარულო, კარგი ღონისძიება ეს და მივესალმებით, რომ მოწყვეტილ უბანში ჩვენთან სკვერიც გაკეთდება და ახალგაზრდობა გაიხარებს ამით.